ჩვენს მიმართ შეადმომისმენი პრეტენზია რომ კონცეფტს რატომ არ აკრიტიკებს. სტანდარტული პასუხი იყო რომ ჩვენზე მეტი ვინ აკრიტიკებს, იმიტომ რომ შეხედო ჩვენ რაღაც ამბებს დაპირებები იქნება ეს წინასაარჩევნო თუ რაღაც პოზიციები იდეაში სულ კოცები არიან დამნაშავე რა, აი თავდაცვის კოდექსიდან დაწყებული როცა რაღაც განხილვა იყო პარლამენტში ამისთან ერთადერთი ოპოზიციური პარტია თქვა ჩვენ გვერდზე დამთავრებული აი ყოველდღიურობით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაზე საინტერესო პროცესი იყო ეგ თავდაცვის კოდექსის განხილვა რეალურად. იმიტომ რომ გასაგებია რომ ისინი არიან პასუხისმგებლები რა, რაც ამ დახდებოდეთ, ცუდი, კარგი რა, ასე ისე, მაგრამ მე რაღაცას რო იწყება თქვა აი თავდაცვის კოდექსი რატომ გავახსნა არა მარტო ანიროზის რომ აი ჩვენ იქ რაღაც 24 საათიანი კომიტეტები და რაღაც 7 დღიანი განხილვები და თელ ამბავში ვარ და ჩხუბობთ ასე ისე და არავის სახელზე კიდე ყველას თელ ქვეყანას, ქვეყანას შეიძლება ამორჩილოს არ ეკიდოს ეს, მაგრამ ჟურნალისტები არ შემოდიან, კითხავს არ სწავლენ, ეთერებში არ განიხილება და რაღაც მეორე ხარისხოვანი საკითხები გადის ტელევიზიაში და მე რა მომენტში როცა ამ სიტუაციიდან გამოდიხარ რა, ხვდები რომ აი ახლა მე ხო არ მაქვს იმ წესს რომ კოცები დავამართო, კაცო, მე ჩემი საკუთარ თავზე რაღაც ადეკვატური წარმოდგენები მაქვს ალბათ, ხო? ამიტომ ჭირდება რომ სხვა ადამიანი მეხმარებოდეს. ani იმიტომაც გაიშთამაშ თავდაცვის კოდექსზე, რომ რავი, ხალხს დავდიოდებ, თხოვდი, აბა დამეხმარეთ, აბა ასე ისე, აი ეს ხდება, ასეთი კანონია. და ბოლოს გამოდის რომ მე რო ეს ჩემი მიზანი მივაღწიო, ხელს მიშლიან უბრალოდ. ანუ არიან ადამიანები ოპოზიციურ სპექტრზე, რაც მედიიდან დაწყებული ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები დამთავრებული, რომელიც უბრალოდ ხელს მიშლიან, იმიტომ რომ ასე ხო არის რომ უბრალოდ გამოვიდე, მე შემიძლია მაგათ ემოციურად ვიღაც რომ გავანაწყო, შეიძლება ყოველდღიურად მომაქციოს, მაგრამ ეს უკვე ჩვენი სტილი არის რომ გამოვიდო და ვიღაცა განწყოთ უბრალოდ რა, ჩვენ რაღაც ჩვენი პოლიტიკური მიზნები გვაქვს და რომ მოდიხარ ეუბნები ხალხს, ნუ აი მოდით რა ვიცი, აი ეროვნული ბანკი ასე გძარცვავთ, ამორჩევის ფოკუსი ხონდა იყოს იქ და თუ იქ ისტერია არ მოწყობილი, ხო? ქვეყანაში იმას უფრო შანსი არ აქვს ყურადღებით მომისმინოს. და გამოდის რომ ემოციურ ფონზე, ემოციურად რომ შენც რო აკვირდები, ჩვენ რაღაცნაირად იმათნაირად არ ვლანძღავთ კოცებს. რაღაც სხვა თემებზე ლაპარაკობ და სულ აცდენილი ვარ. ეგეთი მე რატომ არ ვლანძღავთ კოცებს? ჩემი არის მე ყველაზე ხარისხიანად ვაკრიტიკებდი, უბრალოდ სიტუაცია ისეთია შექმნილი, რომელიც მე მაზიანებს, აი სულ და ჩემ პოლიტიკურ უპირატესობებს აუფასურებს.